პროექტის მართვის ტრენინგზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ყურადღებას ვაქცევთ, არის კონკრეტიკის საკითხი. როდესაც ჩვენ ესეთ რაღაცას უსვამთ ხას, რომ ყველაზე მეტად რაც პროექტში გვიყვარს და მნიშვნელოვანია არის ის, რომ უნდა ვიყოთ მეტად კონკრეტულები. მათ შორის ყველაზე დიდი კონკრეტიკა საჭიროა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ანუ აი ესეთი გამონათქვამები თუ გაიგიათ, რომ მე მეგონა რომ მას უნდა გაეკეთებინა, ან მას ეგონა რომ მე მეგონა რომ იმას დაურეკავდნენ და ის იგზავნა. მოკლედ აი ეს გადაბრალებები, რომ მე რა ვიცოდი ჩემი საქმე რომ იყო, აი ამის ესე ვთქვათ, ეს გამონათქვამები ხშირად არის განპირობებული იმით, რომ არ არის სწორად გადანაწილებული საქმე ხალხზე. ანუ პასუხისმგებლობები არ არის სწორად განაწილებული, რაც აი ძალიან დიდ გაუგებრობებს იწვევს ხოლმე და ეს ამბავი მოქმედებს უშუალოდ თითოეულ ადამიანზეც, იმიტომ რომ ახლა საქმე საბოლოოდ არ გამოვიდა, გუნდმა ვერ გააკეთა, შედეგი ვერ დადგა და მთლიანობაში ყველას არც თუ ისე კარგი დღე უდგას რა და ვამბობთ, რომ ერთ-ერთი პირველი რაც უნდა გაკეთდეს პროექტში არის სხვა რაღაცების დაგკრდებაც, მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი რაც უნდა იყოს, განაწილება სწორად როლების და პასუხისმგებლობების. და სწორედ აი ამას ვასწავლით ჩვენს ტრენინგზე. არსებობს სხვადასხვა თული, მათ შორის რეისი მატრიცა, პასუხისმგებლობების მატრიცა, არსებობს კიდევ ბევრნაირი საშუალება პრაქტიკული საორჯიშოების მიხედვით, რომელსაც ვიყენებთ ჩვენს ტრენინგზე და ვასწავლით ხალხს ამ საქმის მოგვარებას. თუ თქვენს პროექტის მენეჯერი ხართ, მსგავსი პრობლემები, მსგავსი საჭიროებები ხშირად გიდგათ წინ, გირჩევთ რომ მოხვიდეთ ჩვენს ტრენინგზე და გასწავლით როგორ გავამკლავდეთ ამ პრობლემებს, როგორ მოაგვაროთ ისინი. ინფორმაცია აღწერაშია, შეგიძლიათ ბუმს დააჭიროთ.